სადაც წიგნებს წვავენ, იქ მალე ადამიანებსაც დაწვავენ. ჰაინრიხ ჰაინეს ეს უკვდავი გამონათქვამი კაცობრიობის ისტორიის თითქმის ყველა მონაკვეთში აქტუალურია. სამწუხაროდ დღესაც. თუ ინკვიზიტორები მეცნიერულ ნაშრომებს ანადგურებდნენ, ხოლო ფაშისტები ებრაელი ავტორების წიგნებს წვავდნენ, თანამედროვე ავტოდაფისტები ჯოან როულინგის ჰარი პოტერის თავგადასავლებს ებრძვიან და ყველანაირად ცდილობენ, რომ ბიბლიის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა წიგნმა როგორმე მკითხველამდე ვერ მიაღწიოს. წიგნებთან ბრძოლა ძირითადად საღ აზრთან ბრძოლას ნიშნავს. საღ აზრთან, რომელიც უპირველეს ყოვლისა ამ წიგნებზე მოძალადეების მარგინალობას ააშკარავებს. და რადგან ხელნაწერები არ იწვიან, მათთან დაპირისპირებას ჯერ არავისთვის მოუტანია გამარჯვება. მოკლედ, სან-ფრანცისკოში არის ასეთი წიგნების გაყიდვების ქსელი Green Apple Books, რომელმაც გადაწყვიტა, რომ აღარ გაყიდის ჯოან როულინგის წიგნებს, იმიტომ რომ როულინგი LGBT პროპაგანდის ლიბერალურ კამპანიაში კატეგორიულად არ ერთვება. თითქოს და ჩვეულებრივი დაპირისპირება ლიბერალიზმსა და კონსერვატიზმს შორის, მაგრამ საკმარისია ოდნავ ჩაღრმავება და დავინახავთ, რომ გადაწყვეტილება როულინგის წიგნების გაყიდვიდან ამოღების შესახებ სულაც არაა მხოლოდ ავტორის კომერციულად დაზარალების მცდელობა. ეს არის არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის დაორგანიზებული გენდერული ძალადობის ახალი ფრონტი, სადაც ლიბერალური ინკვიზიცია თავის მსხვერპლს ირჩევს და სამაგალითოდ სჯის. სიტუაციის სრული აბსურდულობა გამოიხატება იმაში, რომ წიგნები, რომლებმაც მთელი თაობა აღზარდა თავისუფლების, მეგობრობისა და სიკეთის ღირებულებებზე, არასასურველად გამოცხადდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათმა ავტორმა გაბედა და თქვა, რომ ქალები არიან მხოლოდ ისინი, ვინც ქალებად დაიბადენო. ეს არის არა უბრალოდ ბოიკოტი, არამედ სიმბოლური წმენდის რიტუალი. ისევე როგორც ბოლშევიკები ასუფთავებდნენ წიგნებს ბურჟუაზიული გავლენისგან, ისე დასავლური ფსევდოლიბერალიზმი ნერგავს დღეს წიგნების ტრანსფობიისგან გაწმენდის საკუთარ ვერსიას. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ თუ კომუნისტები და ფაშისტები წიგნებს ფიზიკურად წვავდნენ, თანამედროვე პროგრესისტები იყენებენ უფრო დახვეწილ მეთოდს, სოციალურ შევიწროებას და კულტურულ განდევნას. წიგნების ეს ლიბერალური სელექცია გვიჩვენებს, რომ LGBT ორგანიზაციებისათვის და ტრანსგენდერული ფონდებისათვის ძალადობა, პედოფილია ან ტოტალიტარიზმი საფრთხეს არ წარმოადგენს. მთავარი საფრთხე მათთვის ბიოლოგიური რეალობის, სიმართლის აღიარებაა. სწორედ ამ სიმართლის გამოა ჯოან როულინგი მათი მთავარი მტერი. ჰარი პოტერის წიგნები კი გადასამალი და გასაწმენდი. სიტყვა ისევ და ისევ ემორჩილება ძალაუფლებას. თანამედროვე დასავლეთში, სადაც დემოკრატიის ნიღაბ ქვეშ, სულ უფრო მძაფრად მეფობს არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, იგივე Deep State-ი. ცენზურის ტალღა უკვე ღიად ეხება არა მხოლოდ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, არამედ საბავშვო ლიტერატურას, ფანტასტიკის სამყაროსა და იმ ნაშრომებსაც, რომლებმაც მთელ თაობებს თავისუფლად ფიქრის უნარი და შემოქმედებითი წარმოსახვის ძალა უბოძეს. თანამედროვე დასავლური სამყარო, რომელიც დეკლარირებულად საუბრობდა გამოხატვის თავისუფლებაზე, აზრთა მრავალფეროვნებაზე და ინდივიდუალურ უფლებებზე, დღეს თავად იქცა იმ რეჟიმად, რომელიც სიტყვას არა მხოლოდ აკონტროლებს, არამედ შერჩევითად ასამართლებს. ის, რაც ოდესღაც პოსტსაბჭოთა სივრცის კრიტიკა იყო, ცენტრალიზებული ძალაუფლება, დისკურსის მონოპოლიზაცია და კულტურული დიქტატი, ახლა დასავლურ ლიბერალიზმშია ნერგად ქცეული. ოღონდ გაცილებით დახვეწილი ფორმით, უნივერსიტეტების ენაზე, მედიის ნარატივებით, პლატფორმების ალგორითმებით და საზოგადოებრივ კეთილსინდისიერებაზე აპელირებით. ეს არის Deep State-ი, არაფორმალური, მაგრამ პრაქტიკულად ყოვლის შემძლე მმართველი კლასი, რომელიც აკონტროლებს ფინანსურ, საინფორმაციო და კულტურულ სისხლძარღვებს. სწორედ ეს Deep State-ი თავისი დაუნდობელი ცენზურის მანქანით აღარ კმაყოფილდება მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტთა დევნით. ახლა მისი შეტევა მიმართულია ფუნდამენტური ღირებულებებისკენ, მათ შორის ბავშვთა წარმოსახვაზე და თანამედროვე კულტურის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებებზე, რომლებიც ბავშვებს თავისუფალ ფიქრს, მორალურ არჩევანს და შინაგან ღირსებას ასწავლიდა.
და ამ ცივილურ იდეოლოგიურ ბრძოლაში ცენზურის სამიზნე გახდა ჯოან როულინგი, ინგლისელი მწერალი და ჰარი პოტერის ავტორი, რომელმაც მთელ მსოფლიოს სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლის მარადიული ზღაპარი აჩუქა. თუმცა ამ ფსევდოლიბერალებისთვის ეს არაფერს ნიშნავს, თუ ავტორი არიჩენს სრულ მორჩილებას მათ მიერ დაწესებული ახალი წესებისადმი. და ამ წესებში ერთ-ერთი ყველაზე ურყევი დოგმა ტრანსგენდერული იდეოლოგიის უპირობო აღიარება, არა როგორც პირადი არჩევანის, არამედ როგორც აბსოლუტური ჭეშმარიტების, რომლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაც საკმარისია, რომ მწერალი სიძულვილის მქადაგებლად გამოაცხადონ და საზოგადოებიდან გარიყონ. სან-ფრანცისკოში მდებარე წიგნის მაღაზიამ ბუქსმიზმა საჯაროდ განაცხადა, რომ ჯოან როულინგის ნაწარმოებებს, მათ შორის მის ცნობილ ჰარი პოტერის სერიას აღარ გაყიდის. მიზეზი ავტორის ანტიტრანსგენდერული შეხედულებები და ადვოკატირება. ეს არ არის კომერციული გადაწყვეტილება, ეს არის იდეოლოგიური ჟესტი, ცდელობა ჩაახშონ განსხვავებული აზრი და გაწყვიტონ ის კულტურული ძაფები, რომლებიც თაობებს ფასეულობებთან აკავშირებდა. 2025 წლის მაისში მწერალმა ჯოან როულინგმა საჯაროდ განაცხადა, რომ ჰარი პოტერის სერიიდან მიღებული პირადი შემოსავალი გამოიყენა ჯოან როულინგის ქალთა ფონდის შექმნისთვის, ორგანიზაციისთვის, რომელიც ეძღვნება ტრანსგენდერთა უფლებების შეზღუდვას სამსახურში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დაცულ ქალთა სივრცეებში. ამ განცხადების შემდეგ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ აღარ გავყიდოთ მისი წიგნები. ზუსტად არ ვიცით, რა მიზნებს ემსახურება ეს ქალთა ფონდი, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ, რომ მის საქმიანობაში მონაწილეობას არ მივიღებთ. სან-ფრანცისკოში მდებარე წიგნის მაღაზია ბუქსმიზი, რომელიც 1966 წელს ჰეით ეშბერის ისტორიულ უბანში გაიხსნა, დღეს თავს ქვიარ წიგნების მაღაზიად აცხადებს. საბოლოოდ მათ როულინგის წიგნების გაყიდვა მაშინ შეწყვიტეს, როდესაც მწერალმა გაავრცელა განცხადება, რომ საკუთარი ქონება მოახმარა ჯოან როულინგის ქალთა ფონდის დაფინანსებას. ორგანიზაციას, რომელიც მხარს უჭერს იმ ადამიანებსა და ჯგუფებს, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვას ემსახურებიან სამუშაო ადგილებზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ქალთა სივრცეებში. ჯოან როულინგის ქალთა ფონდი ტრანსგენდერ პირებს პირდაპირ არ ახსენებს, თუმცა ლიბერალური აქტივისტური წრეებისა და ტრანსგენდერული მოძრაობების ინტერპრეტაციით ფონდის მიზნად წარდგენილი სქესზე დაფუძნებული უფლებების დაცვა აღიქმება როგორც მცდელობა ტრანსგენდერი პირები განარიდონ იმ სივრცეებს, რომლებიც ქალებისთვისაა განსაზღვრული და დაცული. სწორედ ამგვარმა აღქმამ განაპირობა სან-ფრანცისკოში მდებარე წიგნის მაღაზია ბუქსმიზის გადაწყვეტილება, რომ როულინგის წიგნები, მათ შორის ჰარი პოტერის სერია, თაროებიდან მოიხსნა და გაყიდვიდან ამოეღო. ჯოან როულინგის სახელობის ქალთა ფონდი იურიდიულ მხარდაჭერას თავაზობს იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც იბრძვიან ქალთა ბიოლოგიური სქესის საფუძველზე დაფუძნებული უფლებების დასაცავად, სამუშაო ადგილზე, საზოგადოებრივ სივრცეში და ქალებისთვის განკუთვნილ დაცულ გარემოში. ფონდი მიზნად ისახავს გააძლიეროს ქალები, მისცეს მათ რესურსები და თავდაჯერება, რათა სამართლებრივად გაასაჩივრონ დარღვევები, შექმნან პრეცედენტები, მოახდინონ პოლიტიკის ცვლილება და მომავალში დადებითად იმოქმედონ ქალთა ცხოვრების ხარისხზე. თუმცა მთავარი რაც ამ ფსევდოლიბერალებს და ტრანსგენდერული მოძრაობის აქტიურ დამცველებს აღელვებთ და აიძულებთ დაუღალავად გააგრძელონ ჯოან როულინგის კრიტიკა და წინააღმდეგობა, სწორედ მისი ღიად გამოკვეთილი და გულწრფელი პოზიციაა ქალთა ბიოლოგიურ სქესსა და მათ დაცულ სივრცეებზე. როულინგი არ ერიდება ხმამაღლა თქმას, რომ სქესი არის რეალური სამეცნიერო საფუძვლიანი და განუსაზღვრელი ფაქტი და არა უბრალო გრძნობა ან ინდივიდუალური აღქმა. მისი თქმით, ქალები არიან ქალები სწორედ იმიტომ, რომ დაიბადნენ ქალებად და ეს ბუნებრივი რეალობაა, რომელიც დაცული უნდა იყოს როგორც სამართლებრივად, ისე კულტურულად. ეს პოზიცია კი დღეს საყოველთაოდ მიღებული ტრანსგენდერული იდეოლოგიის პრინციპებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ ისინი ებრძვიან მის ხმას და ცდილობენ მისი გავლენის და პოპულარობის შეზღუდვას, რადგან მისი ხედვა წარმოადგენს მათთვის წინააღმდეგობრივ და ქმედით პოლიტიკურ გამოწვევას. ამ პროცესში როულინგი ხვდება არა მხოლოდ პირად შეურაცხყოფას, არამედ სისტემურ ცენზურასა და წნეხს, რაც ნათლად აჩვენებს დღეს დასავლურ კულტურაში მიმდინარე ღრმა დაპირისპირებას სქესსა და თავისუფალ აზრს შორის.
სქესის უარყოფა და ფიქრის აკრძალვა იქნება კაცობრიობისთვის დიდი ხიფათი. ის ადამიანების გამოცდილებასა და უფლებებს, განსაკუთრებით ქალებსა და გოგოებს, სერიოზულად ზიანს აყენებს. ქალები, მე ვსაუბრობ მათზე, ვინც ქალად დაიბადნენ. აქვთ უფლება დაცულ იქნენ და ჰქონდეთ თავიანთი სივრცეები. საბოლოო ჯამში ქვიარ წიგნების მაღაზია ბუქსმიზის გზავნილი მარტივია. თუ ავტორი არ ემორჩილება ტრანსგენდერული იდეოლოგიის დოგმებს, მისი ხმა უნდა დადუმდეს. მისი წიგნები თაროებიდან უნდა გაქრეს და მისი ადგილი საზოგადოებრივ სივრცეში უნდა წაიშალოს. და ეს ის დასავლეთია, რომელიც ოდესღაც თავისუფალ აზრს, მრავალფეროვნებასა და სიტყვის ხელშეუხებლობას ქადაგებდა. დღეს კი იმავე დასავლეთში ავტორის პირადი შეხედულება საკმარისია იმისათვის, რომ მას ყველა კარი დაუხურონ, თუნდაც მისმა შემოქმედებამ თაობების მორალურ განათლებაში სიღრმისეული წვლილი შეიტანოს. ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ პირადად როულინგი ვერ დაემორჩილა ახალ სქესობრივ დოგმებს და გაბედა ღიად ეთქვა, რომ ბიოლოგიური სქესი ფაქტია და არა გრძნობა. მისმა სიტყვებმა, რომლებიც რეალობის მარტივ ჭეშმარიტებას ეყრდნობოდა, გააღიზიანა ის აგრესიული აქტივისტური ბირთვი, რომელიც დღეს ლიბერალური ისტებლიშმენტის პოლიტიკურ ზნეობად არის ქცეული. და სწორედ ამ ახალი წესრიგის სახელით მწერალს საჯაროდ მოსთხოვეს მონანიება ან ჩუმად ყოფნა. მაგრამ რადგან როულინგი არც დუმს და არც ტყუის ეს ბოლოდროინდელი ცენზურა არის არა მხოლოდ მისი პიროვნული დისკრედიტაციის მცდელობა, არამედ ნიღბის ჩამოხევა იმ კულტურულ რეჟიმს, რომელიც განსხვავებულ აზრს მტრულად და ულმობლად უყურებს. გამოდის, რომ თუ 1933-ში ბერლინში ნაცისტები წავდნენ ებრაელი ავტორების წიგნებს, 2025-ში LGBT პროგრესისტები სან-ფრანცისკოში საზოგადოებას უმალავენ მათი ჭკუით ტრანსფობიურ წიგნებს. უბრალოდ თანამედროვე წმენდა ტარდება მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის საფარქვეშ. ყველაზე საშიში კი ამ ისტორიაში არის ის, თუ როგორ სისტემატურად იშლება და ინგრევა დასავლური ქრისტიანული ცივილიზაციის საფუძვლები. წიგნებთან ბრძოლა მხოლოდ სიმპტომია გაცილებით საშიში დაავადებისა, რომლის სახელებია ცნობიერების დეგრადაცია, რეალობის შეგნებული უარყოფა, ბუნების კანონების იგნორირება და ბოლოს კულტურული ხარაკირი. დასავლური ელიტის ეს რაღაც ახალი რიტუალი, როცა ფსევდოლიბერალური ფასეულობებისათვის გზის გასაკაფად, საკუთარი ხელით საკუთარი მრავალსაუკუნოვანი კულტურის, რელიგიის და ისტორიის დემონიზაციას ახდენენ. კვირაში 4 ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. როულინგის წიგნების გაქრობა სან-ფრანცისკოს თაროებიდან არ არის მხოლოდ პოლიტკორექტულობის გამოვლინება. ეს არის არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მიერ მანქურთებისაგან შემდგარი საზოგადოების შესაქმნელად წარმოებული ტრანსჰუმანური რევოლუციის პირველი ეტაპი. როდესაც წიგნების მაღაზიები ახორციელებენ იდეოლოგიურ წმენდას, ისინი ქმნიან ახალ სამყაროს, სადაც ჯამთელი ადამიანი არის წარსულის გადმონაშთი, სადაც ტრანსგენდერი არის მომავლის ადამიანი, ხოლო ბიოლოგია უნდა ემორჩილებოდეს იდეოლოგიას. აი ასეთ მომავალს გვთავაზობენ და მე რა რომ ეს ყველაფერი утоპიაა. რამდენი утоპიური საზოგადოება შექმნილა დედამიწაზე. მართალია ცოტა ხნით, მაგრამ ხომ შექმნილა. დროებით